ადამიანი როდესაც წირვაზე მოდის და ღვთისმსახურებაზე მოდის, მთელი არსებით მზად უნდა იყოს ამ მსახურებისათვის. მთელი ჩვენი ქვეყანა, ყველაფერი დგას ამ წირვაზე. ამ მსახურებაზე დგას მთელი ჩვენი ქვეყანა და ამ ყველაფერზე დგას და თვითონ თქვენთაგანზეა დამოკიდებული ის, როგორ ქვეყანაში იცხოვრეთ და სად იცხოვრეთ. თქვენ ლოცვაზეა ეს დამოკიდებული, თქვენ შრომაზეა ეს დამოკიდებული და ეს ყველაფერი რომ ადამიანმა სიწმინდე მოიპოვოს, გონება გაისუფთავოს, გაიწმინდოს, ცხოვრების წესში შეცვალოს, ეს არის მხოლოდ ერთადერთად შესაძლებელი, ეს არის ეკლესია. სხვაგან ადამიანის სული და ცხოვრება არ იცვლება. არ იცვლება, იმიტომ რომ თუ ადამიანმა ეკლესიური ცხოვრება არ იცის და რა არის ეკლესიურობა, ადამიანი ბოლომდე გადაერთება მატერიალურ ცხოვრებაში და მხოლოდ ამ ქვეყნიური ცხოვრობს. როცა მას ან მის მატერიალურ მდგომარეობას რაღაცა პრობლემა ექნება, იმიტომ რომ ადამიანი ვარდება უიმედობაში და ვარდება სასტარკვეთილებაში. იმედი აღარ აქვს. როცა ადამიანი მატერიალურია და მატერიალური ცხოვრებით ფიქრობს, მას იმ წუთში ეპყროს უიმედობა. როცა ადამიანი ეკლესიურია, მე ვეკლე ეკლესიურს იმას არ ვამბობ, ადამიანი მარტო ეკლესიაში შევდადის. როცა ადამიანს გააზრებული აქვს ეკლესიური ცხოვრება, შინაგანი ბუნება, შინაგანი სიწმინდე გააზრებული აქვს. ახლა დღეს ოდესაც ამ ლოცვებს კითხულობდით, წირვის ლოცვებს, ნეტარებები იგალობენ, ჩვენ ამგალობლებ, ახლა ბოლო საგალობელი იგალობე, საოცარი საგალობელია, პირველი ფსალმუნი. ნეტარ არის კაცი, რომელი არა მივიდა ზრახვასა უხტოთასა და გზასა ცოდულთას არა დაჯდავ. ნეტარია ის ადამიანიო, რომელიც უღმრთოების ზრახვას არ ზრახავსო და ცოდვილებთან ერთად არ იზიარებს ამ პულს, ანუ ცოდვას არ იზიარებს. ნეტარია ეგეთი კაციო. ეს დავითის ფსალმის 45-ისაგან ქონდა მას მიცემული. ჩვენ რო წირვას ვიწყებთ ხოლმე, ესეთი ლოცვით იწყება, ყველა მიცემს და ყველა ლოცვა ესე იწყება, დილიდან რომ მეუფეო ზეცათაო ნუგეშინის მცემელო. ანუ სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსა ვეღავსებ მადლითა შენითა. საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო. მოვედ და დაემკვიდრე ჩვენ შორის და წმინდა ყვენჩო ყოვლისაგან ბიწისა დააცხონე სახირო სუნი ჩვენი. ანუ თუ ჩემგან ეს სიბილწე არ განიწმინდა, ჩემი სული ვერ ცხონდება. პირდაპირ წერია ეს მეუფე ამ ლოცვაში წერია რომ თუ მე სიბილწე არ მოვიშორე, ეს სიმყრალე, ცოდვა არ მოვიშორე, ისე ჩემი სული ვერ ცხონდება. მე როდესაც წირვას ვაგ ამ ლოცვის შემდეგ, მღვდელი ამოს ესეთ ლოცვას. დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება. ეს არის საგალობელი, რომელიც ქრისტეს უგალობეს ანგელოზებმა, როცა ქრისტე დაიბადა ამ ქვეყანაზე. ანუ მთავარი პირველი საგალობელი, რომელიც ქრისტეს დაბადების დროს იგალობა ანგელოზებმა, ის ლოცვა კურთხევით. იყო ეგეთი საგალობელი. დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასაზე და მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება. ანუ ამ ყველაფერზე დგას ეს მთელი კაცობრიობა. და სამწუხაროდ ადამიანებს ეს ამ ყველაფრის გააზრება არ უნდათ. არ უნდათ იმის გააზრება, რომ სიბილწე სიკვდილია. სიბილწე ანადგურებს კაცობრიობას და სპობს კაცობრიობას. სიბილწეში თუ იქნები, შენ მარადიულ სიხარულს და ცათა სასწაულს ვერ დაიმკვიდრებ. გამორიცხული ესეთი რამე. ერთად ვერ იქნება, ეს შენ ბილწიც იყო, სიბილწეში იყო, არაწმინდებაში იყო და თან მარადიული სამოთხე სასწაული დაიმკვიდრო. ნახეთ მე როგორც წყვის სამოს, დიდება მაღალთა შინა ღმერთსა. პირველი რა უნდა აკეთოს ადამიანმა? ანუ შენ ღმერთი უნდა ადიდო პირველ რიგში, რომ დიდება მაღალთა შინა ღმერთსა. მერე რა უნდა იყოს? ქვეყანასა ზედა მშვიდობა. მშვიდობა რო იყოს ქვეყანაზე, ეს მშვიდობა უნდა იყოს პირველ რიგში შენში. თუ შენში მშვიდობა არ არის, ქვეყანაზე მშვიდობა არ იქნება. საწერია რომ ჩვენში უნდა იყოს მშვიდობა. ეს წერია ნეტარებებში. ნეტარიყვნენ მშვიდნი, რამ თუმა დაიმკვიდრონ ქვეყანა. და მეორე მუხლი არის ნეტარებებში. ნეტარიყვნენ მშვიდობის მყოფილნი, რამ თუ იგინი ძედ ღვთისად იწოდენ. ანუ ადამიანი რომელსაც მშვიდობისკენ მოუწევს, ადამიანს მშვიდობისკენ მიყავს, ისინიო ძედ ღვთისად იწოდებიანო. ადამიანს მშვიდობა უნდა, ის ღვთის ძედ, ანუ ღვთის შვილად იწოდება ადამიანი, რომელსაც ეს მშვიდობა უნდა. დააკვირდი წირვის ლოცვებს, წირვაზე მუხლებს და იმას, სულ მშვიდობაზეა ლაპარაკი ლოცვაში. ყველა მუხლი მშვიდობაზეა ჩართული მუხლები, იმიტომ რომ იცის რომ ადამიანმა თუ ეს შინაგანი მშვიდობა ადამიანმა არ მოიპოვა, ვერაფერს ვერ მოიპოვე. და მე ნახე რას ამბობს, დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება. ანუ ვის შეუძლია რომ ადამიანებს შორის სათნოება გქონდეს და ვის შეუძლია ადამიანს შეიყვაროს? იმ ადამიანს შეუძლია ადამიანების შეიყვაროს, ვისაც შინაგანი მშვიდობა აქვს. თუ ადამიანს შინაგანი მშვიდობა არ აქვს,
ის ადამიანი ვერავის შეყვარებას და სათნოებას კაცსა შორის ამას ადამიანი ვერ მოახერხებს. ადამიანს რომელსაც შიგნის ციბოროტე გაქვს, ადამიანები გძულს, ადამიანებს ვერ იტან. თუ ადამიანი შენას ეწინააღმდეგება, იმის ჩაქოლვა გინდა, იმის გაგდება გინდა, იმის მოშორება გინდა, ის არ გინდა შენს ირგვლივ იყოს და შინაგანი მშვიდობა არა გაქვს, შენ ამ სათნოებას ადამიანებს ვერ დაამკვიდრებ.